ერეკლე მეფე და ინგილო ქალი. ერთი მუჭა ქლიავის ფასი. ხშირად გონია, რომ ისტორიას მხოლოდ დიდი ბრძოლები და სისხლიანი შეტაკებები ქმნის, მაგრამ არსებობს წამები, როცა ერთი უბრალო ჟესტი, ერთი ნასროლი ხილი ან ერთი მოხდილი ქუდი უფრო მეტს ამბობს ქვეყნის ბედზე, ვიდრე 1000 დიპლომატიური წერილი. დღეს მინდა გიემბოთ ისტორია, რომელიც 1750-იან წლებში კახეთის მტვრიან ორღობეებში დაიწყო და ნახევარი საუკუნის შემდეგ კრწანისის სისხლიან ველზე დასრულდა. ეს არის ამბავი ერეკლე მეფეზე, ერთ პატარა ინგილო გოგონასა და იმ უხილავ ძაბზე, რომელიც მონარქსა და მის ხალხს ერთმანეთთან სამუდამოდ კრავს. წარმოიდგინეთ 1750-იანი წლების საქართველოს. ერეკლე მეორე, ჯერ კიდევ ენერგიული, 50 წლის ვაჟკაცი, ჭარის ლეკებთან მძიმე ბრძოლიდან ბრუნდება. გამარჯვებულია. წინ მოუძღვის თავის ამაყ ჯარს, ზის მშვენიერ ბედაურზე და მიუყვება საინგილოს განიერ ორღობეებს. ირგვლივ ვენახებია ხილით დახუნძული ბაღები. უცებ ჰაერში რაღაც გაიარებს და მეფეს თავზე მთელი ბღუჯა ქლიავი დაეცემა. ჯარი შეშფოთდა. მხლებლები ცხენებიდან ჩამოცვიუდნენ. ხედავენ, ვეებერთელა ქლიავის ხის კენწეროზე 12 წლის გოგონაზის. შებრიყო, ეს რაქენი, მიაყარეს მუქარა. მეფე ერეკლეს როგორ გაუბედე, ჩამოდი და ბოდიში მოიხადე. პასუხმა კი ყველა გააოგნა. გოგონამ ზემოდან გადმოსწახა. რაო, მეფე ერეკლეო, ეგ რომ ჩვენი სახელოვანი მეფე იყოს, განა სპარსულ ქუდს დაიხურავდა. არა, ეგ ტყუილია. მე ქლიავი თავზე გადმოვაყარე სპარსელს, ჩვენს მტერს. აქ უნდა შევჩერდეთ და გავიგოთ, რატომ იყო ეს სიტყვები ასეთი მწარე მეფისთვის. ერეკლე მეორემ ბავშვობა და სიღმაწვილე სპარსეთში, უძლეველი ნადირ შახის კარზე გაატარა. შახს ის ისე უყვარდა, რომ თავის შვილს ეძახდა. ერეკლე სპარსული არმიის ერთ-ერთი სარდალიც კი იყო ავღანეთის ლაშქრობებში. იქაურ სამოსსა და ქუდს ისე შეეჩვია, რომ ვერც კი ამჩნევდა, რამდენად აღიზიანებდა ეს მის ხალხს. ქართველებისთვის სპარსული ქუდი დამპყრობლის 1000-წლიანი მტრის სიმბოლო იყო. პატარა გოგონამ ფაქტობრივად ამხილა მეფე, შეახსენა, რომ შინაგანი თავისუფლება გარეგნული ერთგულებით იწყება. ერეკლეს შეეძლო დაესაჯა ბავშვი თავხედობისთვის, მაგრამ მან გულიანად გადაიხარხარა. მოიხადა სპარსული ქუდი და ანახვა გოგონას თავისი ქართული თავი და უთხრა: ოჩახ ქალო, მართალი ხარ, ქართველი მეფე გარეგნობითაც ქართველი უნდა იყოს. ჩინებული დარიგება მომეცი მაგ ქლიავის სროლით. მან ამოიღო მუჯა თეთრი იფული და საჩუქრად გაუგზავნა. გოგონას კი როცა მიხვდა, რომ მის წინ მართლა პატარა კახი იდგა, ხმა უკანკალდა და ხის კენწეროდან გადასწახა. მეფე ერეკლეს გაუმარჯოს. გავიდა წლები. ერეკლეს 1000 საზრუნავი ჰქონდა, ომები, ხალატი, ქვეყნის შენება. წესით მას ის ერთი პატარა ეპიზოდი უნდა დავიწყებოდა, მაგრამ ნამდვილი დიდებულება დეტალებშია. საინგილოში ერთ პატარა დარბაზში ქორწილია. პატარძალი ჩვენი ნაცნობი გოგონაა, უკვე დაქალებული, ეშხიანი. თამადა ერეკლეს სადღეგრძელოს ამბობს, როცა კარებში უცხო ვაჟკაცი შემოდის. აგაშენოთ რმერთმა, მეფე ერეკლემ გამომგზავნა, მიბრძანა, ეს საჩუქარი მიართვი იმ ქალს, რომელმაც წლების წინ ჩემს სპარსულ ქუდს ქლიავი უთავაზაო. ოთახში ოქროთი სავსექისა და მზითვით დატვირთული ურმები შემოიტანეს. ერეკლემ იყიდა არა ადამიანების შრომა, არამედ მათი გულები. და ეს ერთ გულება ყველაზე მნიშვნელოვან დროს დაბრუნდა უკან. 1795 წელი, კრწანისის ველი. ერეკლე 80 წლისაა. ის უკანასკნელ ბრძოლას მართავს. 5000 ქართველის 70,000-იანი ორდოს წინააღმდეგ. მეფე სიკვდილს ეძებს, ლომივით იბრძვის შუაგულ ცეცხლში. მის გვერდით ორი ახალგაზრდა ვაჟკაცი დგას. ისინი საოცრებას ჩადიან. საკუთარი მკერდით იგერიებენ თხვიებსა და ხმლებს, რომლებიც მეფისკენ არის მიმართული. ისინი არ ტოვებენ ერეკლეს არც ერთი წამით, სანამ გმირულად არ ეცემიან მის ფეხებთან. ვინ იყვნენ ეს ბიჭები? ისინი იმ ინგილო ქალის უფროსი შვილები იყვნენ, ერეკლეს ნათლულები. მათ დედამ ასწავლა, რომ ამ მეფისთვის სიკვდილი პატივია. მათ სისხლში ის ქლიავის ხის ისტორია ჭკებდა. როცა დედას შვილების დაღუპვის ამბავი მიუტანეს, მან თქვა: მადლობა ღმერთს, რომ ჩემს შვილებს გმირული სიკვდილი არ გუნა. კიდევ 4 ვაჟი მყავს და მათაც სამშობლოსთვის გავზრდი. იაკობ გოგებაშვილის ეს ნარკვევი არ არის მხოლოდ წარსულის მოგონება. ეს არის ფორმულა იმისა, თუ როგორ შენდება სახელმწიფო. ერეკლემ იცოდა,
თუ გინდა რომ ხალხმა შენთვის სიცოცხლე გასწიროს, შენ მათ სიმართლე უნდა აპატიო და მათი სიყვარული უნდა დააფასო. ერთი მუჯაქლიავი, სიმართლისთვის ნასროლი, ერთი მოხტილი ქუდი, შეცდომის აღიარება და ორი გმირი შვილი, სამშობლოს ერთგულების ნიშნად. დღეს როცა ერეკლე მეფეზე ვსაუბრობთ, ნუ გავიხსენებთ მეფთ მხოლოდ მის ხმალს. გავიხსენოთ მისი დიდ სულონებაც. რადგან ნამდვილი მეფე ის კი არ არის, ვინც შიშს თესავს, არამედ ის, ვისი გულისთვისაც ადამიანებს სიკვდილი არ ეშინიათ. მეტი საინტერესო ისტორიისთვის გთხოვთ გამოიწეროთ არხი.